წარმოგიდგენიათ კაცი, რომელმაც იცოდა სიტყვა სიკვდილის ფასად დაუჯდებოდა და მაინც სხვა. სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, სხეული კი თქვენთვის დამithმია მტარვალებო. იცი ვინ თქვა ეს სიტყვები? არა. ეს არც მხატვრული ნაწარმოების გმირია და არც გადაჭარბებული ლეგენდა. ეს არის რეალური ადამიანი, რეალურ ოკუპაციასთან პირისპირ. ეს იყო კაცი, რომელსაც ხმამაღლა თქმული სიმართლე სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ის დღეს წმინდანია. მაგრამ სიკვდილამდე ის იყო პატრიარქი, რომელმაც არ დათმო საკუთარი ერი, არ უღალატა ეკლესიას და ბოლომდე იდგა სარწმუნოებაზე. დღეს ვყვებით ამბავს ამბროსი ხელაიაზე. კაცზე, ვინც 100 წლის წინ ჩვენი თავისუფლების ხმამაღალი მტკიცებულება გახდა და სწორედ ამიტომ დღესაც ასე საშინლად თანამედროვეა. როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვრითია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში. ეს სიტყვები 100 წლის წინ, 1924 წლის მარტში წარმოთქვა სასამართლო პროცესზე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. ერის კაცობაში ბესარიონ ზოსიმესძე ხელაია. წლების შემდეგ ის წმინდანად და ეროვნულ გმირად შერაცხეს. საქართველოს ისტორია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე და შეიძლება ითქვას, ორივეს ისტორია ერთი დიდი ქვაკუთხედი და ერთიანობაა. ამ ერთიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას. უწმინდეს ამბროსის სამ სხვადასხვა სახელმწიფო წყობაში მოუწია მოღვაწეობა. ამ სამიდან მხოლოდ ერთი იყო სამწუხაროდ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და დანარჩენი ორი რუსეთის იმპერია და საბჭოთა რუსეთი. შესაბამისად, მღვდლობიდანვე არ ჰქონდა მშვიდი ცხოვრება. 35 წლის ასაკში დაქვრივდა. 1896 წელს მისი მეუღლე კესარია მერჭულე მშობიარობას გადაჰყვა. რის შემდეგაც ამბროსი ხელაია ბერად აღიკვეცა და მთელი მისი მოღვაწეობა იყო სამართლიანი ბრძოლა რუსული კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. მან სამღვდელო მოღვაწეობა სოხუმიდან დაიწყო. შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, საიდანაც აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად. სანამ მღვდელმთავარი გახდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, იწვნია გადასახლება და რისთვის? იმისთვის, რომ იყო გულმხურვალე ავტოკეფალისტი და იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. იმხანად რუსეთის იმპერია სერიოზულად არ უყურებდა ქართველი ავტოკეფალისტების მოთხოვნებს. მაგრამ მოულოდნელად 1905 წელს ქართველმა სასულიერო პირებმა 412-მა მღვდელმსახურმა ხელი მოაწერეს საგანგებო პეტიციას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და რუსეთის იმპერიამ დაინახა, რომ ძალიან სერიოზულად იყო საქმე. ქართველი ავტოკეფალისტები მძლავრდებოდნენ, რომელთა შორის იყო იმჟამად არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და 1908 წელს ის რუსეთში გადაასახლეს. მის პირად ჩანაწერებში ვკითხულობთ. 1908 წლის დამლევს უწმინდესი სინოდის განკარგულებით სასტიკად ვიქენი დასჯილი. აღმეხადა მღვდელმსახურების უფლება და გაგზავნილ ვიქენი რიაზანის სამების მონასტერში, სადაც გავატარე 1 წელიწადზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ. 1910 წელს დამიბრუნეს მღვდელმსახურების უფლება. თუმცა 1917 წლამდე არქიმანდრიტ ამბროსის არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების უფლება. ანუ 1908-დან 1917 წლამდე რუსეთის იმპერიას გადასახლებული ჰყავდა, რადგან მისი ეშინოდათ. ისევე როგორც ეშინოდათ კირიონ საძაგლიშვილისა. ორივე რუსეთისთვის საშიშ ძალად იყო აღქმული, ვინაიდან ავტოკეფალიის აღდგენა სურდათ.
ასე რომ ამბროსი ხელაია 1917 წლამდე სამშობლოდან შორს იყო. იმ წელს, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, ის გადასახლებაში იყო, ისევე როგორც ეპისკოპოსი კირიონი. 1917 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე მაშინდელ პეტროგრადში რუსეთის დროებით მთავრობასთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა 3 სასულიერო პირი: ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე. ისინი საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებას ითხოვდნენ. სექტემბრის თვეში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კრება, რომელმაც კათალიკოს პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი აირჩია და ამავე კრებაზე გადაწყდა საკითხი არქიმანდრიტ ამბროსის მღვდელმთავრად გამორჩევისა და კურთხევის შესახებ. ის ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად, მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. იყო ჯერ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, შეთავსებით მართავდა ცხუმაფხაზეთის სამწყსოსას, ხოლო მოგვიანებით 1919 წლიდან უშუალოდ ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ეწოდა. როდესაც ამბროსი ცხუმაფხაზეთის მღვდელმთავრად დამტკიცდა, სოხუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ჯერ კიდევ რუსულ ენაზე იყო. მან 1918 წლის 26 დეკემბერს მიმართა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსოს საბჭოს სოხუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურების აღდგენა შემოღების აუცილებლობის შესახებ. იმავე დღეს მეუფე ამბროსიმ საკათალიკოსოს საბჭოს გაუგზავნა კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მიმოიხილა სოხუმის ეპარქიაში იმჟამად არსებული ვითარება. ის თავის სიტყვაში ყოველთვის ხაზს უსვამდა თავისუფლების მნიშვნელობას. მაგალითად, 1920 წლის 28 თებერვალს ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ სოხუმში დამფუძნებელი კრების წლისთავთან დაკავშირებით წარმოთქვა სიტყვა, სადაც აღნიშნა: ეკლესია და ქრისტეს სწავლა დამცველია თავისუფლებისა. ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით თავისუფლება უნდა გამოიხატოს მოძმეთადმი სიყვარულში, პატივისცემაში მოძმის პიროვნებისა, მისი რწმენისა და მისწრაფებისა. თუ ჩვენ სიტყვით ვქადაგებთ თავისუფლებას და საქმით მას ვარღვევთ და ვცდილობთ მხოლოდ პირადი თავისუფლებისათვის, მაშინ ეს არ იქნება თავისუფლება, არამედ ეს იქნება თვითნებობა. იმავე 1920 წლის 26 მაისს სოხუმში წარმოთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მეორე წლისთავთან დაკავშირებით. თავისუფალო სამშობლო, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების, ჩვენთან არის ღმერთი და როდესაც პეტრესაებრ, საუბარია პეტრე მოციქულზე, შევთხოვთ მას, უფალო გვიხსენ ჩვენო, ის გვეტყვის, გამხნევდით, ნუ გეშინისთ, მე თქვენთანა ვარო. მაშინ ჩვენც მარტონი არ ვიქნებით, ჩვენი შემწე იქნება ღვთისმშობელი და ქრისტე მაცხოვარი. მას მოვიკრიბოთ, აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამათ შევუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი. მაშინ მტრებიც სირცხვილეულ იქნებიან და ჩვენი ერის თავისუფლებაც განმტკიცდება. მაშინ ჩვენი სიხარული იქნება სრული და სამარადისო. ამბროსის მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საეკლესიო სიცოცხლე. ის იყო მაღალი იერარქი, მაგრამ იმავდროულად იყო ეროვნული მოღვაწე, ეროვნული გმირი, რომელსაც წლების შემდეგ სრულიად სამართლიანად მიენიჭა ეს წოდება. 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა და 15 აპრილის ნომერ 21 დეკრეტით საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად უუფლებო, იურიდიული ძალის არ მქონე ინსტიტუციად გამოაცხადა. 1921 წლის ზაფხულში გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე. ამ დროს მიტროპოლიტი ამბროსი სოხუმშია. მაშინ არსებობდა ასეთი მმართველობითი ორგანო, საკათოლიკოსო საბჭო, რომლის წევრები იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო სწავლული პირები. და ამ საბჭომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დაუსწრებლად აირჩია ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი, რომელსაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ალავერდელ ეპისკოპოს პიროს ოქროპირიძის დეპეშით ეცნობა. მიტროპოლიტი ამბროსი არჩეულია კათალიკოსის მოსაყდრედ, აცნობეთ საჩქაროდ ჩამობრძანდეს.
როდესაც ამბროსიმ შეიტყო, რომ დაუსწრებლად აირჩიეს, მან ნდობისთვის წერილობით გადაუხადა მადლობა საკათალიკოსო საბჭოს, თუმცა დასძინა, რომ ვერ მოახერხებდა თბილისში ჩამოსვლას, ვერ დატოვებდა აფხაზეთს, ვინაიდან წყუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული ვითარება მრავალი საქმის კეთებას მოითხოვდა. ამით მან თქვა, აფხაზეთს ვჭირდები და ამ პატივის გამო ვერ ჩამოვალ თბილისშიო. მის ამ ქმედებაში ჩანს, რომ ის წინა ხაზზე აყენებდა სამშობლოსა და ეკლესიის ინტერესებს და არა პიროვნულ პატივს. 1921 წლის სექტემბერში უკვე გელათში გაიმართა მესამე საეკლესიო კრება. საპატრიარქო ტახტზე სულ 2 კანდიდატი იყრიდა კენჭს. მოსაყდრე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა. ხმათა უმრავლესობით ამბროსი აირჩიეს. დღეს ორივენი წმინდანები არიან. ორივე საბჭოთა რეჟიმს შეეწირა. ნაზარი 1924 წელს დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა. ამბროსი ხელაია გელათში აირჩიეს, ხოლო აღსაყდრდა 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში. საქართველო ამ დროს რამდენიმე თვის გასაბჭოებული იყო და აღსაყდრების დროს ხელაიას წარმოთქმული სიტყვა გმირობის ტოლფასი იყო. ამით ის იმთავითვე წავიდა სიკვდილზე. დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია. არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ამისთვის საუკეთესო მატარებელი და დამცველი ეროვნული იდეალებისა არის ეროვნული ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირად ეროვნული იდეალები დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეა სამარადისო და შეურყეველია. ამით მან ხალხს უთხრა, მართალია დღეს ხელისუფლებაში უკანონოდ გვყავს საბჭოთა რუსული რეჟიმი, მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეინარჩუნოს ეროვნულობა და საოკუპაციო ძალაც ეროვნულმა ეკლესიამ უნდა დაგვამარცხებინოსო. გმირობა 1921 წლის 14 ოქტომბერს ასეთ რამეს რომ ამბობს გასაბჭოებული საქართველოს პატრიარქი. 1922 წლის აპრილ-მაისში იტალიის ქალაქ გენუაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საბჭოთა რეჟიმი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ საქართველო არ დაუპყრია. თითქოს ანექსია არ მომხდარა და თავად ხალხმა შეცვალა ხელისუფლება, რომ საქართველო ისევ დამოუკიდებელი იყო და კეთილმეზობლური და თანამშრომლური ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა რუსეთთან. საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის სასახვევად საბჭოთა რუსეთმა ცალკე დელეგაცია გაგზავნა საბჭოთა რუსეთის სახელით და ცალკე ფსევდოდელეგაცია საბჭოთა საქართველოს სახელით. თითქოს ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფო იყო. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლები. ამ დროს გენუის კონფერენციაზე მოულოდნელად გაიგზავნა საქართველოს პატრიარქის მემორანდუმი, რომელშიც ის მთელი სიმწვავით ამხელდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და მოითხოვდა საბჭოთა საოკუპაციო ძალების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაყვანას. საბჭოთა რეჟიმს განზრახვა ჩაეშალა. მან ვეღარ წარუდგინა მსოფლიოს თავი როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მეზობელმა. პირიქით გამოჩნდა როგორც დამპყრობელი. ამბროსი ხელაიამ რუსეთი მსოფლიოს წინაშე ამხილა როგორც ოკუპანტი და კოლონიზატორი. სწორედ ამას შეეწირა ამბროსი ხელაია. რამდენიმე კვირაში 1922 წლის 13 ივნისს უწმინდესი პირველად გადაიყვანეს ჩეკაში დაკითხვაზე. ის პირადად ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძემ დაკითხა. როდესაც საკათალიკოსო საბჭოს წევრებმა შეიტყვეს, რომ უწმინდესი ჩეკაში იყო, მაშინვე შეიკრიბა საბჭო და გვიან ღამით პატრიარქი დააბრუნეს რეზიდენციაში. მეორე დღეს პატრიარქმა საბჭოს სხდომა გამართა და მოუყვა წევრებს რა ხდებოდა ჩეკაში. ასე ნელ-ნელა ემზადებოდა საბჭოთა მთავრობა მის დასაპატიმრებლად. იმავე წლის 17 ნოემბერს მთავრობამ გამოიტანა დადგენილება და საქართველოს ეკლესიას საპატრიარქოს რეზიდენცია ჩამოართვა. ეს იყო შურისძიების ერთი ეტაპი,
შემდეგი იყო მისი დაპატიმრება. უწმინდესი ჯერ დაკითხვაზე ატარეს, მორალურ ტერორში ამყოფეს და საბოლოოდ 23 წლის 12 იანვარს საქართველოს SSR საგანგებო კომისიამ, ეგრეთ წოდებულმა ჩეკამ მიიღო მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება. დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს სრული შემადგენლობა და ფაქტობრივად საქართველოს ეკლესია მმართველობითი ორგანოს გარეშე დატოვეს. ყველანი მეტეხის ციხეში გამოკეტეს. ამბროსი ხელაიას სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომები 1924 წლის 10-დან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა ნაძალადევის მუშათა თეატრში, დღეს იქ კინოთეატრი საქართველოა. მათ მობილიზებული ჰყავდათ ბოლშევიკები, პროვოკატორები, რომლებიც პროცესზე საშინელ ფრაზებს ისროდნენ. იმავდროულად პრესაში იბეჭდებოდა ცილისწამებლური კარიკატურები და სასულიერო პირების მკაცრად დასჯის მოთხოვნები. 1924 წლის 19 მარტს კათალიკოს ამბროსის მიესაჯა პატიმრობა 7 წლითა და 9 თვით. ასევე დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა დეკანოს იასონ კაპანაძეს, რომელმაც გენუაში მემორანდუმი წაიღო. დეკანოზი მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. საბჭოთა რეჟიმს ამბროსი ხელაიას დახვრეტა სურდა, მაგრამ რომის პაპმა და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ევროპიდან ზარები დაარისხეს, რათა ამბროსი დახვრეტას გადაერჩინათ. თუმცა მას დახვრეტაზე მეტი გაუკეთეს. წლების განმავლობაში აწამეს. საბჭოთა რეჟიმს ის კი არ სურდა უწმინდესი ციხეში დატანჯულიყო იცოდნენ, ამის გამო მას გმირად შერაცხავდნენ. ამიტომ უწმინდესისგან მონანიების, აღიარების მიღებას ცდილობდნენ. იქნებ ეთქვა შევცდი გენუის კონფერენციას წერილი რომ გავუგზავნე. საბჭოთა რეჟიმი არ არის საოკუპაციო. ბოდიშს მოახდევინებდნენ და გაუშვებდნენ. მაგრამ ამას ვერაფრით მიაღწიეს, ვერ გატეხეს. უწმინდეს ბოდიში არ მოუხდია, შენდობა არ უთხოვია. საბჭოთა რეჟიმმა ბოლოს ასეთ პროვოკაციას მიმართა. ეკლესიაში გამოძებნა დასაყრდენი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში პატრიარქი ქრისტეფორე და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დროებითმა მმართველობამ თითქოს პატრიარქის შეწყალება ითხოვა. მათ საბჭოთა რეჟიმმა დააწერინა დაპატიმრებულთა შეწყალების და გათავისუფლების შესახებ თხოვნა, თუმცა ეს უწმინდესთან არ იყო შეთანხმებული. 1925 წლის 10 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება ამბროსი ხელაიას გათავისუფლების შესახებ და მეორე დღეს უწმინდესმა შეასრულა ღვთისმსახურება სიონის ტაძარში, სადაც გულში ჩამწვდომის სიტყვა წარმოთქვა. უწმინდესი საბჭოთა რეჟიმს ცოცხალი აღარ სჭირდებოდა. ამიტომ შიდა საეკლესიო ამბოხი მოუწყვეს. 1927 წლის 22 მარტს საბჭოთა რეჟიმის წაქეზებით ეკლესიის დროებითმა მმართველობის წევრებმა კათალიკოს ამბროსის გამოუცხადეს, რომ ის გათავისუფლდა საქმეთა წარმოებისაგან. მეორე დღეს 23 მარტს მან დაკარგა მეტყველების უნარი, შემდეგ გონება და 29 მარტს ღამის 3 საათზე გარდაიცვალა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამბროსი ხელაია არის საქართველოს მარადიული კათალიკოს პატრიარქი, თავისუფალი სულის სიმბოლო. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით ის წმინდანად შერაცხა. სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, სხეული კი თქვენთვის დამითმია მტარვალებო. ეს იყო სიტყვები, რომელიც მან ჩეკისტებს უთხრა და ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს წმინდა ამბროსის მოღვაწეობას. დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ კარდუს გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.